დღეს Prime House-ში ნახავთ. ვიყავით ნამდვილები, მაგრამ თლად ეხლა ესეც ჩემზავით ნამდვილებიც არ იყოთ. რატო გაუმარ? აღარ არის ტატაია ჩვენთან. ყველაზე მაგარი თამაში ახლა იწყება ხალხო. და იქნებ იმათმა მოიპარეს მოშოსგან. პლაგიატობა დამამბრალეს. 9 წლის წინ ამ ლექსი არის საერთოდ სიმღერა დაწერილი თავიდან ბოლომდე ეს ტექსტი. სერიოზული მანიპულატორი, პროფესიონალი მანიპულატორია. Δεსაც ადამიანი ბოდიში სიხდის, ანუ რაღაცაში დამნაშავეა. თავი დამანებენ აგავო. იმიტომ ხო არის ელაპარაკე ეგრეთ ხო მეგონია რომ თქოს გიორგის მეტი მაყურებელი რო ყავს. რა მოხდება? პაპირებს გავბაგრძელოთ ჩვენი წაუღება. მიაჩერ ბოლომდე თუ დაზაადნავ. All eyes on me. აბსო. ერთი გასაბერი ხალი ავტოს შემოუგზავნოთ გთხოვთ. მოვედი რომ წავიღო ჩემი ნივთები, საკმაოდ ბევრი ნივთი მაქვს აქ. რაც შეეხება ლაივს და გადაცემას იყო არაჩვეულებრივი ჩემი აზრით. და პროექტში რჩება ანი, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ტატო კახიძე ტოვებს Prime House და ანის მინდა უსურო წარმატებები ჟიურის გადაწყვეტილებას იდეაში მე ყოველთვის პატივს ვცემ და რაღაც მხრივ ვეთანხმები კიდეც ამ გადაწყვეტილებას. ყველაზე მეტად მომენატრება რო ვიღვიძებდი და ეს ხალხრავლობა, იმიტომ რომ ეხლა დასამალი რა არის ბევრჯერ ვახსენე ის რომ მე რაღაც ისე გავიზარდე რომ ეს ხალხრავლობა რაღაც ჩემთვის ყოველთვის უცხო იყო. აქ ყოფნა და ამ ჩემს მეგობრებთან მონაწილეებთან ერთად ცხოვრება ნიშნავს იმას რომ ეს ჩემთვის რაღაც ერთგვარი ოჯახი იყო. და ყოველთვის რთულია დაშორდე ოჯახის წევრებს. რაშიც მე დიდი გამოცდილება მაქვს იდეაში. გულდასაწყვეტია ის რომ ტოვებ პროექტს, იმიტომ რომ მოვედი გამარჯვებისთვის და რა თქმა უნდა, ნუ ესე მოხდა რომ ვერ გავიმარჯვე. მაგრამ არ ვნანობ არაფერს, იმიტომ რომ ეს პროექტი იყო ჩემთვის way დიდი experience ცხოვრებაში. რითაც კიდევ დიდი მადლობა სტაფს. განსაკუთრებული წერილი, ვისაც მინდა დაუტოვო, არის როიალი, ავთო, მაზანა, სალომე. ყველანი ხართ ჩემთვის, მით უმეტეს ჩემი რუმეითები, ყველა ძალიან მიყვარხარ და მინდა იცოდეთ, რომ იყავით ნამდვილები, მაგრამ თლად ეხლა ესეც ჩემზავით ნამდვილებიც არ იყოთ, აღარ გაჭედოთ. მოვჭი ჩალაგებას, ყველაფერი უკვე ჩავაწყე. ძალიან მომენატრება ჩემი ოთახი და რაღაცნაირია რა ბოლო მომენტები ამ სახლში ყოფნის მომენატრება ძალიან აკავრა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა Prime House. წავედი მოკლედ და ნახვამდის. მოვედით! მიდი ცალო. მოგვენატრა ჩვენი სახლი. ძალიან მოგენატრა. ძალიან მე ანი შენს გაყევი. აი მიხდა რა უნდა იქნა? აუ ბაიცე და უბრუნდი. გეს ყველა ხავს ბოლომდე. ხახო. არ დაგავიწყდეთ რომ პირველი ჩიკა ტატოზე უეჭვე. ეგი ასნად. წერილი ვიპოვე ტატოსი. მომადა წაიგე. გამარჯობა Prime House-ის მონაწილეობა. ყველანი ხართ ძალიან საყვარლები, განსაკუთრებით ნაზღო. გიოთალკი არგენ.
ისე თეოს და ავთოს წყვილი სასიამოვნო სანახავია. წიწა კათმიის ესფერი გიხდება, ლიზი კიდე ბუნებრივი სილამაზის განსახიერებაა. სალომე, შენ სულ სხვანაირი გოგო მეგონე და თურმე უკარგესი გოგო ხარ. მაზან შენ დასტოინობა სიმპათიებს იწვევს ჩემში. ქეთი ვგიჟდები შენს ტატუებზე. ტატო ჩემი აზრით ძალიან კარგი ხმის ტემბრი გაქვს. ანი ყველაზე მაგრა ტრიალებს ბოძზე. ვინც კი აქამდე მინახავს. როიალ კატამი შემიყვარე. ყველას გაქვთ დადებითი მხარეები და ეცადეთ დაინახოთ ერთმანეთში. გიყურებთ, გისმენთ და გულშემატკივრობთ. PS Patricia love you. ტატო გვიყვარხარ ტატო. დამაყდება ერთგული ადამიანი პირველ რიგში და Hell Prime House დააყდება ერთი ძალიან კარგი ხიარული და პოზიტივით და სიყვარულით სავსე მონაწილე. ტატოს წასვლაც ძალიან მეწყინა. ტატო ძალიან გული და მწყარო მწახვედი, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარეები. ამ შემთხვევაში კი 2 სათავსო და 2 საწოლი ჩემს განკარგულებაშია. ბავშვებო, მოდი. შეიძლება განხეთქილებები არის სახლში, მაგრამ წასულ ადამიანებს პატივი გზებს. ტატოს გაუმარჯოს. თავის გზაზე, ტატო გაგიმარჯო შენ გზაზე. ცოტა ნერვები აკონტროლე შენ ცხოვრებაში მიზნებს მიაღწია, რომელიც გარჩა. ადამიანურად ყველა მონაწილის წასვლაზე დამწყდება გული, მაგრამ ჟიურიმ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო ტატოსთან მიმართებაში და ტატოს ურჩევს ცხოვრებაში, რომ აკონტროლოს თავის ემოციები. როგორც ჩვენ ისევე ჟიურიც ებრძვის აგრესიას და ის რა გადაწყვეტილებაც მიიღეს, თვლი რომ იყო სამართლიანი. ყველანაირი ძალადობა მიუღებელია ყველასთვის და მოდი ეს იყოს წესი. გიერთდები. და ეს შემთხვევა იმედი მაქვს, რომ ტატო შენთვის იქნება იმ მინუსების დანახვის შესაძლებლობა, რომელმაც შენ დაგატოვებინა ეს პროექტი. ტატო გაუმარჯოს! აღარ არის ტატაია ჩვენთან. ტატოს ხონდა არ დავიწყება იყოს ამ პროექტში. Beautiful. Cheers to you, baby. დარწმუნებული ვიყავი, რატომღაც რომ პროექტს მე დავტოვებდი და ვარდიც კი სახლში დატოვა. ძალიან გამიხარდა რომ დავრჩი. ორთაჭალა ისე პროექტშია. ძალიან გამიხარდა ანის დარჩენა, იმიტომ რომ ძალიან კეთილი დადებითი და კარგი roommate-ია. ყველას ძალიან გაგვიხარდა რომ დარჩი. ანი მე დავასახელე აუთსაიდერებში, ან ჩემმა ერთმა ხმამ გადაწყვიტა ეს. თუმცა ანი დარჩა პროექტში, რაც მართლა ძალიან გამიხარდა, მთელი გულით და სულით მართლა ვინანე ჩემი მინუსი ანის მიმართ. ანიზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი გოგო ჩემთან არის. მე მეუბნებოდი რომ დარჩებოდა და აი, ისიც აქ არის. ანის გაუმარჯოს დარჩენა. ანი არის ერთადერთი ძალიან ნათელი წერტილი ამ პროექტში ჩემთვის. თუ არ ამოდის მზე, ანი რო იღვიძებს მეორე მზია ანი ჩემთვის და ძალიან მიხარია რომ მე და ანი ისევ ერთად ვართ აქ. ჩემი სადღეგრძელო ისევ არ დაილია. ჩემ თავს გაუმარჯოს აი ამ იოგურტით. SMS ჩემ ლიდერობას ისევ გრძელდება, მეგონი ამ სახში არაფერი არ იცლება. ჩემი სადღეგრძელო ვინმე როდის მე ხონდა დალიეს და ჩემ თავს გაუმარჯოს. აი ეს მომენტები მევასება გიორგის და ხალხმა გადარჩინა გიორგი ნაბღაიძე და გიოს ლამაზი ღიმილი და ჩუქცია თვალები. შერჩები პროექტში. ყველა დიდი მადლობა. ყველა თითოეული ეს უბრალოდ SMS-ი რომ მომწერეთ იმისთვისაც მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ვინ დავჭით აქ? მე არა, წადი ქაო შენ სახში. დაკალი გაიყოლე, გაუ, დაკალი დარჩა. მეზობელი. წამო. ეს ხო არის და? უყურე. ჩანვარ? არ ჩანვარ. 1 2 3 ბრავო თეონა. 2 3 ჩაკო. შეხო გადა. ეს მე პროფესიონალურად გავაკეთებ შინანას დაეჯა. ნახე ხა გავქრები. 1 2 3
შეკას ხალხეოდა. მოგვიწეს ხლობს ტამო. შევდივართ. ავრა შვები. მე DJ-ი ვარ, თან დინამიკი. მაგარია. მე ვარ დინამიკი, ჩემთან უნდა იცეკოთ ანუ. გალი ვარ. ო, მე გავალდავდობებ. ისე ავალდათ. დილა მშვიდობის და პრაიმ ჰაუსის მაყურებელო, როგორც ყოველთვის რუტინა გრძელდება, პირველ რიგში დავჭი სახლში. ვარ SMS ლიდერი 76%-ით. ძალიან მიხარია პროექტში რომ დავრჩი. ყველაფერი არის კარგად. მომწონს, მიყვარს. ეხლა უნდა ავიდე მეორე გამარჯვებულთან, ანისთან, რომელსაც ეხლა მე დაუსხავ ყავას. ანი! ჩაიცვი, ამოვდივარ. ერთი მინუსი აქვს ამას. კაცმელები არ მოქვს. ანი! გიუნა. ჩემო პატარა, ყავა მოგიტანე. მართლა? ხო. ხორითარი? არა, წამოდი, შეხედე. ეს არის ჩემი ისეთი კედლის დაფა. დღე პირველი. ეს ნიშნავს, რომ არ ვიჩხუბე. სმაილი. დღე მეორე. ესეც ნიშნავს, რომ არავინ არ ვათრია პროექტში. так დაიწერება დღე მესამე. აი. ანა. აჰა, აი ესე გავაკეთოთ გულით. გიორგი ნაზღაიძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ პროექტში უნდა იყოს. გონია რომ მე აღარ ვიქნები აუთსაიდერი. ანუ გონია რომ გამეშვები, ამ ეტაპზე მგონია რომ გამეშვებია, მაგრამ ყველაზე მაგარი თამაში ახლა იწყება ხალხო. მეგობრობა ნასრულდება პრაიმ ჰაუსში. ფიქრობ რომ სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება იყო ხალხის მხრიდან გიორგის დატოვება და ჟიურის მხრიდან ანის დატოვება და ჩემი აზრით ყველაფერი მოხდა სამართლიანად. ჟიურიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ეგრეც ვფიქრობდი რომ დატოვებდა პროექტს. გამარჯობა. შვენიერი დილა გაგვიცენდა. მეც უფრო თავისუფალი ვარ, გუშინდელი დღის მერე. მოკლედ რაღაც პატარა გიგები მაქვს. აუთოს გულის დაყრობა მეგობრებო, ამ ხალხს ძალიან ადვილი გონია რა. აუთოს გული არის ანუ ესეთი ძალიან დიდი კარები რა და თან ძალიან ცხელი და რომ შეხვალ ამ კარებში. მე არის კიდე ესეთი დიდი სამი კარები და რომ შედიხარ ეს კარების რაოდენობა იზრდება და ანუ ბოლოს აი იქ ვინც მივა, მე იქ არის ერთი კარები და იქ ველოდები მე ესე წევარდი შევამის და ავთო და თეორნეს სიყვარულის ისტორია დამთავრდა. მის მერე აქ არის რიგები ხალხო სახლს გალავანთან ერთად კიდე აკრავს ქალების გალავანი. რა გამოუშვეს ბიჭი დაგვალოკინეს და არ უშვებენ. ეს ავთოც ის აქ დაულოკავილი ცუდად არის აღარ იცის რა კეთდება. ვის გულსაც მინდა აი იმის გულს დავიპყრობ ზუსტად. სხვისი კი არა, იმენა იმის გულს დავიპყრობ ვის გულსაც მინდა. ანუ გიჟივით არის უკვე ვეღარ ისვენებს. დღეიდან ავთო თავისუფალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გოგოებს დაერხათ. სალამე, საერთოდ ყველაზე საყვარელი იყო სალითვალი რა თქო რომ გვიძოს და რაღაც ეს რო აკეთეს ინსტინქტურად. ესე იყავი ხო და ფიქრობდი. თეონა პირველი უშენოდ დაწყებული დღე არის და ხების უშენთან მოვედი. გაიღვიძე ხარა? გოგო. ჩემო საწონებლად იზღვიძებდი ხოლმე ადრე? გოგო თავს მაწონებდა ადრე დგებოდა რაღაცა დილიდან ისე იწყებდა და უყურე ხა ამას. ხვდებით უჩემობა როგორც სulis ხალხს, აი შეხედეთ ამას და მე შემომხედეთ, ანუ ბიჭი დილას ადრე ავდექი რაღაც და ცხოვრება განადგურებს თეო უჩემოთ.
თეონა მარიცის რომ სინანული ეხა იწყება რომ უნდა მიყურო საქმე. თეონა! კიდე გინდა ნებიურობა? მგონი არა ხო? არა თუ კიდე განებიურე. რაღაც დონემდე თეონა მიხდებოდა, მაგრამ იმ დონეზე გაჩერდა თეონა და იმდენად არ მიხდებოდა ეთყობა, რამდენადაც საჭირო იყო, თორე არ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას. აი მე ჩემი თეო რა მდგომარეობაში დატოვა გოგო საღად ლახტატის. ლახტატ კი არა. სახტად დარჩენილი დარჩა თეო. მგონი რაღაცას ნანობს, რაღაცას განიცდის, არ ვიცი და მე კიდე ძალიან მშვენი ხაზია ძაური. ლიზი! თეონა. ფერია, შეგიძლია გაიღვიძელო. რუბრიკაში ავთოს კომპლიმენტები. უფრთო ანგელოზი, რატომ დაიარება ქუჩაში თავისუფლად? ვარსკვლავი დავინახე გუშინ ვერდებოდა შენ ხომ ხე? ქალების ქალი შენ ხარ? ყველა ქალი ქალია. ჩემი ამოუხსნელი ამოც არ ნახარ. აი ესეთი გაღვიძების ტექნიკები უნდა გქონდეს. თავის მასაჟი და რაღაც. ლიზის ღვიძავს, ან ლიზი უკვე ჩემ ხმაზე ეღვიძება პირდაპირ რომ გაიგებს რომ მე ამოვედია, всё, ლიზის ღვიძავს. მე და ლიზი მეგობრები ვართ. შესაძლებელი არის ავთოს მოსწონდეს ლიზა, მაგრამ აი ლიზას თუ მოსწონს ავთო, ეს არავინ არ იცის. და გამოჩნდა თავისუფლების მერცხალი მეგობრება. ავთო როგორია თავისუფლად ყოფნის პირველი დღე? რომ შეგიძლია აკეთო ის რაც აი თითქოს გალიიდან გამოვედა ფრთები გავშალე. შენი გულშემატკივარი რომელიც შენ გიყურებს ისევ აქვს იმედი რომ შენი გული შეუძლიათ რომ მოიგონ? დაგიფხრო. მაგის იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს. რასაკის გოგოებს აქვს ჩანსი? მინიმალური, მოდი ვთქვათ 18 იყო. მაქსიმალური 18 იყოს მინიმალური და რაც უფრო გამოცდილი იქნება. და ჩემთვის დიდი საზღვრები არა. მან საზღვრების დაწესება არ მოსულა. სულთა სვანი ბიჭი ყავს, განათლებული, კაი ოჯახის შვილია, ცდილობა არ აკლია, ტანფეხი არ აკლია. ღიმილია, ღიმილში ცოტა მოვიკოჭრეთ, მაგრამ გამოვასწორეთ. მოვიხსნით ამ ბრეკეტებს და იქ. ბრეკეტებს თავის გადაგდება იცის ხოლმე ღიმილიდოს უკან. აი ესე იცის ხოლმე. ყველას აინტერესებს სახლში თუ არის ის ქალი, რომელსაც შეუძლია შენი გული რომ დაიგოს. მე იმას არავის არ უკარგავ, რა ქვია, შანსს არავის არ უკარგავ, რა თქმა უნდა. შენი ქალი როგორია, შენი სასურველი ქალი? ჩემთვის იდეალური ქალის კრიტერიუმები არ არსებობს და ჩემი აზრით ყველა ქალი თავისებურად იდეალურია. არა, იუმორი უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, განათლებულიც უნდა იყოს. ჩვენ პროექტში მგონია, რომ ეს ყველაფერი ერთად გაერთიანებული არის, ну, ასე თუ ისე ლიზაში. ლიზას თუ აქვს შანსი ავთოსთან და რა ავთოს თუ აქვს შანსი ლიზასთან? არა, ლიზამ ხო თქვა, რომ ანუ ჩემთვის ავთო არ არსებობს წინა იმაში ინტერვიუში ხო თქვა, ხო და ვნახოთ. შენ და თეოს შერიგების შანსი არის თუ და? არა, ჩემი და თეოს შერიგების შანსი არ არის. თეონას ესეთი პოპულარულობა სოციალურ ქსელებში ესე გააქტიურება, ჩემი დამსახურება არის, იმიტომ რომ აქამდე ძალიან მშვიდი, წყნარი და ესეთი იყო, არც დიდად არც აინტერესებდა და ეხლა ძალიან ბევრი მაყურებელია დიწყავს და ყველაფერი. მადლობა თეონა ავთანდილს ამისთვის, რომ ესეთი პოპულარული ხარ. ესე იგი ავთოთulis რომ ჩემი გაპოპულარულება მაგის დამსახურება. ხო. მე ეგრე არ ვთვლი. რაღაც რეიტინგი მგონია რომ ორივე ერთმანეთს მოუტანეთ რაღაცების გამო, მაგრამ ესე რომ მიიწერო რომ მარტო შენ ხარ. მე მაინც მგონია რომ თქვენი რაღაცა ეს უჭუჭუ პუჭუჭუ მაინც რაღაცაც უნდა რაღაცას გაგრძელდეს. მათ სადებს ცოტა ხანი, ანუ ამომასუნთქეთ თავისუფლების გემო. ერთი გასაბერი ქალი ავთოს შემოუგზავნოთ გთხოვთ. დღეიდან როიალი არის მამასახლისის სახლში. მე ესე ვიძახ, ბოს არ ვეძახი, არიან მამასახლისები და დედასახლისები. როიალუშკები, ცოტა მძინარე ბოსუშკები ყავს ჩვენ. მაგრამ არა უშავს მივაჩვევთ. რახან ბოსობის ტიტული მივანიჭეთ, მძინარესაც რაღაცას უზავთ. როგორც ყოველთვის ყურადღების ცენტრში ისევ მე, all eyes on me. Всё, ხშირად. ფენონი შეიძლება ასე წავიდეთ ჩვენ. მაგითო ხარ შემაგდეთ. დღეიდან მე ვარ უკვე ბოსი, უკვე ვაგვარებ რაღაც საჭმელის თემებს. მადლობა როია. არაფერს. ძალიან ბევრი მოხარში, აი ძალიან ბევრი მოხარში. იცი ახლა რა მინდა სულთლა და გივიწყო და
დაგივიწყო და რომ გაგიცნო ახლიდან. დრამა. პოეზიის საღამო, რომელიც გავმართა, იქ წამიკითხავს თუმცა მაინც ის ლექსი, რომელზეც არის ეხლა ამბავი ატეხილი. და ამაზე ინფორმაცია იდება ინტერნეტ სივრცეში. არა, გარეთ ამბავი ატეხილი, მწერალი ითხოვს ამბებია. ვინ მწერალი ითხოვს? ისიც არის ლექსები. ის რაღაცა ჯგუფია თბილის რაღაცა ბიჭების, ღერიან კიდევ 9 წლიანი YouTube-ზე Deus Ex Machina. და იქნებ იმათმა მოიპარეს ლაშოსგან. ქალ, წიგნი გამოსულია 2017 და 9 წლის წინ არის ნამღერი და ლექსი დაწერილია 20 წლის წინ თუ რაღაც. გამომცემლობამ არ უნდა იცოდა ეს. რა? მაგარი გამომცემლობა არის, ასვები არასწორად წერია. მაგარი გამომცემლობა არის, ასვები არასწორად წერია. აქ ჩემს ხوار ლაპარაკობდნენ წეგან შემთხვევით. რა ხდება ალბათ ჩემ გამომცემლობაზე რა ხდება? მოყევით აბა? იძახიან რომ ლალაშა პლაგიატია, ეს იძახიან. ვინ? ვიღაცა მწერალი ყოფილა, ვისაც რავი ეგრე იძახიან. ესე იგი, ჯერ იმით დავიწყოთ, რომ ეგ ლექსები მან 8 წლის წინადელია. მეორე იმით დავიწყოთ, რომ ლექსში მეურდება რაღაც წინადადება თუ ფრაზა თუ რაღაცა მეურდება და ესე გაოცელდა, რომ ლექსში პლაგიატობა დამაბრალეს. ვინ თქვა რაღაცა ისა ლექსები რაღაცა? გარეთ ხალხი იძახის. გარეთ ხალხი ბევრ ამის იძახის, ჯერ მაგით დავიწყო. ფაქტები დადეს. რანუ რომელ ლექსი? არ ზუსტად არ რომელ ლექსი მე ვერ ვიზებ. ერთ ლექსზე რა დადეს, რომ შენი ლექსების ახლა ფანი ხო არა ვარ მე? ან ხო მაინტერესებს, განაშენგებოდი შენ. არა, მithქვეს რომ ერთ-ერთი ლექსი რომელიც წავიკითხე, თურმე მაგ ლექსი ყოლია, მწერა მაგ ლექსის ავტორი და მაგ ლექსზე 9 წლის წინ სიმღერას დევს YouTube-ზე, რაღაც თბილისური რაღაც ახალგაზრდა ჯგუფი, ა? ნახოთ, არა? ზვიად კეჭაყმაძე, იცი ახლა რა მინდა? მე კი ვიცი რა მინდა? ნუ თუ შენ იცი რა გინდა? ჩვენ სახში მანიპულატორი არის გიორგი. თან სერიოზული მანიპულატორი, პროფესიონალი მანიპულატორია. იძახის მწერალი ამ ლექსს ყავს პოეტი, ვინც იძახის ჩემია ეს ლექსიო და პლუს დამატებით 9 წლის წინ ამ ლექსი არის საერთოდ სიმღერა დაწერილი, თავიდან ბოლომდე ეს ტექსტი. ესე იგი, პროექტში ყავდა, მე მეგონა პროექტში ყავდა ერთი ლიდერი, კესო, რომელიც ტანების გადამწერ დამონტაჟებელი იყო. მაგრამ აღმოჩნდა პროექტში, რომ ყავს პოეტი, რომელსაც თურმე სხვისი ლექსია გაღებული. ჯერავს რომ ლაშა არ მოიპარავდა არაფერს, მაქსიმუმ ერთი სტროფი რაღაცა აიღო ისე. მიდოქში დამეკავშირდეს ვინც ეგ დაწერა. თუ სადმე რაღაცა ერთი რითმა, გაირითმა მსგავსად და რაღაცა მაგას ვინმე თუ გულისხმობს, ეგ არ ვიცი, იმიტომ რომ მილიონი ლექსი არსებობს და რაღაცა შეიძლება ერთნაირად გაირთმოს, მაგრამ აქ რა ლექსიც არის, ყველა არის ჩემი დაწერილი. გამომიგზავნეს აბა. რა? რაღაც ლექსი. ნახე ლექსი და ერთი სიტყვა, ერთი ტაიპი მეურდება, იცი ახლა რა მინდა, რომ გაგიცნო ახლიდან. ანუ ამ ლექსზე ამბობდით ერთი სიტყვა რომ მეურდება? მენზე ზოგადად Prime House-ზე ძალიან ბევრი ვიდეოები იდება დღიურად, რაღაცა ახალი ფაქტები აღმოჩნდება და ჩემი აზრით უბრალოდ ხალხის გავრცელებულია ეს ამბავი. მეგობრებო, ეს პოეზიაა და სიყვარულზე მილიონობით ლექსი არსებობს და სადმე რითმა თუ გამეურდება, პლაგიატობას არ ნიშნავს. პატრიკმა ბოდიში რატო მოიხადა, ვერ გავიგე, ანუ მართლა ვერ გავიგე. ხო და ეხლა გეტყვით, რატო მოვიხადე ბოდიში? გავიჩითე ის რა ქვია, ჯაჯღანა, ის რაღაცაზე გაბრაზებული, საბარსავს რო ვერ პაულობენ ხოლმე და თავს რო არ, აი ხო ჩადეპრესირებული ტიპი და არა ვარ ეგეთი. ვიცი რო არა, ანუ ვიცი რა კაი ადამიანის ხარ, ვიცი მაგრამ უნდა გამეკეთებინა ეგრე სხვანაირად ვერ ვიზავდე. ან ჩემი პირადი აზრს გეტყვი რა, როდესაც ადამიანი ბოდიშს იხდის, ანუ რაღაცაში დამნაშავეა. ხო. ანუ ხო და დამნაშავე ვარ მაგაში. რო ვერ გავაკონტროლებ. ალბათ შევიდა. პატრიკის ბოდიშმა ჩემთან ურთიერთობაში ალბათ არანაირი ცვლილება არ განახორციელა, იქიდან გამომდინარე, როგორც ვიყავი ადამიანებთან, ისევ არ. კონკრეტულად პატრიკი არ მაინტერესებს აი ეგარი. მე რატო გიგეუნები, ისე ანუ როგორ აიცი ხა, რაღაცა გარკვეული რაოდენობის ადამიანის ერთი აზრი ხო შეიკრა და მაგალითად გიორგის მიეცა დისლაიკი რა. მაგ ყველაფერიდან გამომდინარე, რომ თქვი რომ აი მაგალითად აი მე გიხდი ბოდიშს, ანუ ჩემი აზრიც
ან მაშინ მეც ბოდიში მაქვს მოსახლეები თუ ანუ შენი პრობლემა გაქვს იმასთან მე ჩემი და ყველას სათითაოდ და იმიტომ მოხდა ის რაღაცა რაც მოხდა ხო? ნახე მე ფიზიკურად ვწუხდებოდი უკვე მაგ სიტუაციით და შევწუხდი. იმიტომ რომ დავიღალნე რა. მაგრამ მე გარცულის წარაფერს. ანუ შენი აზრით ის მაინტერესებდა ბოდიში რაღაც ის სინანული ხო არ არის და სინანული არის ერთადერთი მაგ ბოდიში. რომ მე ეს ყველაფერი თავიდანვე არ მივიღე ძალიან სასაცილოდ და ამაზე მართლა ვიფიქრე და მართლა დავისტრესე რა. დავისტრესე, ჩავიძაბე, ის გავხდი რა ქვია, ცუდი ტიპი გავხდი. რა ვიცი, უკვე აქ ვეღარ გავიქი ვინ ბოდის რატო იხდის, ვინ მადლობას რატო იხდის, ვინ ასე შემდეგ, ანუ ვერა საზრე ვერ გავიგე. შენ მაგითი მენო მაგარი ჩაჭმაკაცი ხარ იმენა. მაგით უდადი ხარ. ესე იგი, გამჩენი არ მასვენებს და მივდივარ პატრიკთან ვეკითხები გიორგის რატომ მოუხადე ბოდიში თქო. შენ იქ ლაივზე გიორგის ბოდიში მოუხადე? არ იცოდი? ხარიყავი? რატომ მოუხადე? ახსენი. მარტო გიორგისთვის არ მომიხდია ბოდიში, ყველას მომუხადე. მე აი ადამიანმა როგორც არ უნდა მაწყენინოს, რაც არ უნდა ცუდი გააკეთოს, არ ვარ ეგ, რომ აი მე დავდგე და ისე ვიყურო და გამწარებული ვიყო და არა მკიდი. იმიტომ ხო არ მოიხადე, ანუ იმიტომ ხო არ ელაპარაკე ეგრეთ ხო, მეგონია რომ რაღაც თქოს გიორგის მეტი მაყურებელი რო ყავს. სალომე. არა. ჩემი მიზანი არ არის რომ ან აუდიტორია მოვიმატო ან რაღაცა თქვენ გააკეთოთ TikTok-ებშიც არ ვიღებ ხო ხედავთ არა ვარ ბოროტი ადამიანი არც აგრესიული არა ვარ და ეგრე მიწოდებდნენ იმის გამო რომ რაღაცა ჩაგრუზული თუ აი ეს დავდიოდი ჩემი აზრით პატრიკმა გიორგის ბოდიში მოუხადა იმიტომ რომ გიორგი ყავს ბევრი გულშემატკივარი და პატრიკი ცოტა შეშინდა გამარჯობა მოგესალმებით. გიხდებათ მზე ძალიან. ანი დღეს რა გამორჩეულად ლამაზი ხარ. თქვენს ორივე ძალიან ლამაზები ხართ, როგორც ყოველთვის. როგორ განწყობაზე ხარ? არა ჩვეულებრივი. ხდება რომ კიდევ ერთით ნაკლები დამხვდით. მაგრამ გიორგი და ანი თქვენ კი გილოცავთ პრაიმ ჰაუსში დაბრუნებას. მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ თქვენ ინტერნეტ სივრცეზე ააფეთქეთ, რადგანაც შაბათის ლაივს ერთდროულად Facebook-ის მეშვეობით 22,000-ზე მეტი მაყურებელი ყავდა. ფაქტიურად სუპერ ვარსკვლავები. კი, და მთელი საქართველო გიყურებთ და გულშემატკივრობთ, ასე რომ გილოცავთ, თქვენ ძალიან პოპულარულები ხართ. მოკლედ, როგორც ყოველთვის, ძალიან დაძაბული და საინტერესო ლაივ შოუს შემდეგ განტვირთვა არ გვაწმენდა. აბა დავიწყოთ. კარგი, რადგანაც დღეს 11-ნი ხართ, ვისაც ბონუს სტიკერი შეხვდება, ის ავტომატურად გადავა მეორე ტურში. უბრძოლველად მარტივად. ბონუსი რომელია რა მითხარი? მე. ავთო, შენ უნდა ვინმე მაგარია. და ბონუსი არის პატრიკი. პატრიკ, თხოვ გადმოდი შენ ცალკე, შეგიძლია დაისვენო შენი ლამაზი კოლგით. 5 არჩევანს ეძლევა საშუალება, რომ არჩიოთ თავისი მეწყვილეები. გიოს ვიღა. აუ გიო მე მინდოდა. არჩევანი 2. არ მე. ერთში. თეო. აუ დამას. ვაუ, თეო. კეთი. სალომე. შვენიერი. ლიზი, არჩია. შვენიერი. როგორც ხედავ, დაწყვილდით, კესო აუხსენი წესები. მოკლედ, ჩელენჯის წესები ასეთია. მოთამაშეთა წვილიდან ერთ-ერთ თავზე დაუმაგრდება ეს მოწყობილობა. მეორემ კი 1 წუთის განმავლობაში მასში რაც შეიძლება მეტი ბურთი უნდა ჩაყაროს. თავზე არების რაღაცა, პროსტა იმენა მიზანი მგონი მაქვს. Let's go! 3 2 1 წავიდა. აბა აი, ერთი ბურთი აქვს გიორგის უკვე. 5 4 3 2 1 როგორც ხედავთ, გაიმარჯვა გიორგის და ანის წყვილმა. გიორგიმ დააგროვა 4 ბურთი, თეონამ და თეომ დააგროვეს 1 ბურთი. როიალი და ლიზი და სალომე და კეთი. მოკლედ, ქეთევანს და ლიზას აქვს თანაბარი რაოდენობის ბურთები. გადავინაცვლოთ სხვა მხარეს და მოგვიანებით დაგიბრუნდებით. ლაშა და ავთანდილი.
ავთანდილის და ლაშას გუნდმა დააგროვა 2 ბურთი. შემდეგ ტურში გადავიდნენ გიორგი და ანი და ავთო და მაზანა. რადგან თქვენ გქონდათ ყველაზე მეტი ბურთი. პატრიკე, რადგანაც შენ აქ მოგივიდა ბონუსი, შეგიძლია დამარცხებული წყვილებიდან ამოარჩიო 1 მეწყვილე შენთვის. გასაკეპია, სხვა შორის ველოდით. ახლა კი აგიხსნით მეორე ტურის წესებს. როგორც ხედავთ, ყავს წყვილები პატა და როიალი, გიორგი და ანი და ავთანდილი და ლაშა. მეგობრებო, თქვენს წინ დევს 4 ჰულა-ჰუპი. წყვილი, რომელიც პირველი გადაიტარებს და მერე გადმოიტარებს უკან 4-ვე ჰულა-ჰუპს, ის გახდება გამარჯვებული. რა თქმა უნდა, დასასრულისთანავე უნდა აწიოთ ხელი და თქვათ სიტყვა სტოპ. რომ ჩაგეთვალოთ მოგება. მზად ხართ? მიდი დაი. 2.5 1 მალე მავჭი გამარჯვებული ლაშა და ავთანდილის წყვილი. ყოჩაღ ბიჭებო, ძალიან მოინდომეთ და მოიგეთ კიდეც. იმედია რომ ძალიან კარგად იხალისებთ და პრიზ აუცილებლად გამოგიცხადებთ ჩვენი ხმა. მადლობა დიდი და ჩვენ გემშვიდობებით. კარგად. ავთო თავისუფალია და ჰორმონებიც მოაწვა. რა მოხდება ახლა? ბიჭო, მტკივა. უნდა მტკიო. ხო და ამათი ურთიერთობა რაღაცა საბავშვო ბაღია, რაღაცა ერთმანეთ უჭუჭუ პუჭუჭუ. არა, შანსია. ბიჭო, არაფერს არ აკეთე. რას არ ვაკეთებ? კარტოფილი გავთვალე, ხახვი გავწხვენი, ნიორე გავწხვენი, ის რა ქვია, დავჭერი და რაღაცები ვიჩალით. ხო და ხო გინდა ბოსობა და მიდი და არ ეცხე ესე. ჩემი აზრით, ავთოს და ლიზას რაღაც შეიძლება რომ აეწყოს. თავიდან კინკლაობენ და მერე კარგად არიან ხოლმე. დღესაც რაღაცა სამზაურში ლიზა რეცხავდა, ავთო მივიდა და უთხრა რამე შეყვარ დაგეხმარო თუ რაღაცა და ლიზამ თავი დამანებენ, ნაგავო. ავთოკა რა კიდე რას დააძურები ლიზიკოს გარშემო დაკავებულია ეგოგონა. შენ ვერაფერს ვერ თამაშობ ლიზი აი, შარაფ. ავთო ექსებს ესე სწრაფად ინდელე თეო არ ამიტირო. ჯერ არ გაციებულა თეონა და უკვე ლიზას ებრანჭება. მე მგონი ძალიან შეეჩვია ეს ლოგინიო, მე ვერ მოისვენა, მე ლიზა დაბლა იყო, ჩავიდა იქ დაწვა, სადაც ლიზა იწვა. დარბის კაცო, დარბის ეს ბიჭი აქეთ ხანი მგოგოს მივარდება, ხანი მგოგოს ოჯოჯოჯოჯოჯო ჩემო ატმის ყვავილო, ჩემო ბუჩკო, ჩემო პრინცი. მე გეუბნები, ერთი გასაბერი ქალი ავუგრობოთ ფული, დავდოთ ლარლარი და ვუყიდოთ ერთი გასაბერი ქალი, ავთოს ბედნიერი იქნება ძაა. ცოტა უკვე მეშინია, იმიტომ რაღაცებს ინიშნავს და ვერ ვიგებთ ვერც ერთი მონაწილე რა შენიშვნებს აკეთებს ამ წიგნაკში. რაღაცას გვიპირებს აშკარად და რას ვერ ხვდები. ცნობის ფურცელი. ძალიან მაინტერესებს, ეს უნდა მოპარო რა აქში ჩაწერეთ. არ მინდა ვინმე მოპაროს ეგ. 2 დიზლაიკი ეგრევე სახეში ვტყში. ესე იგი დღეს ვინ იქცეოდა ყველაზე კარგად? ეს კარგად იქცევა ნამდვილად. ესეც მახსოვს, შენაგონი არ მახსოვს, რა მითხარი? კარგი, დავავალდოთ დასახელების დღეს. წინ კიდე რამოდენიმე დღე არის და ნახოთ ვინ როგორ მოიქცევა. პატრიკ, რა საჭმელს აკეთებ? აჯაფსანდალს. ჯაფსანდალი. ჩემი აზრით, სიტყვა ბოსობა და თვითონ არსი ყველაზე სწორედ ვინც ბოსი ყოფილა, გაიგო როიალმა. მე ვიტყვი მიბძღნია. იმიტომ რომ მაქსიმალურად ისე ცდილობს, როგორც შეეფერება, ანუ აქამდე არც ერთ ბოსს, ყველა მიყვარს რომელიც ბოსი იყო, მაგრამ ყველაზე სწორედ როიალმა გაიგო თავისი მოვალეობა. იმიტომ რომ შექმნა თამაშები, ყველა თავისი საქმე მისცა და ასე შემდეგ. ამიტომ როიალს ჩემი რესპექტი. მადლობა. ლიზა შეტრიალდა. ნუ ალიზა ბოსი იყო, არც მახსოვდა. სადილის შემდეგ, როცა შევჭამ აჯაფსანდალს დავალაგებ და დავждებით,
Ჩერტუმა გადაცემა გულახდილი ლაპარაკი როელთან. განახებთ ჩემ ერთ-ერთ სახალისო თამაშს. სხვებს ცოტა შეუძლია ინერვიულონ, მაგრამ მე ვიცი რომ მოგეწონებათ. რასაც შეარბერი. სანამ მე ვიქნები ბოსი, ვეცდები რომ ყველანაირად მრავალფეროვანი დღეები იყოს, სხვადასხვანაირები, სახალისო და არა მხოლოდ. სახალისო და არა მხოლოდ. სახალისო და არა მხოლოდ. არა მხოლოდ. ზივარ და გიყურებთ. ანუ არ გაკეთებ? რა პრობლემა? არ არის, არა, ვალდებული არ ხარ. შეიკრიბეთ სამზარეულო ოტაში სულ ყველა. აზამულში ამ კაფე რესტორანთან გამოთქვა სურვილი ანას და გიორგის უმასპინძლებს. სწორედ აი ასე ამ ჰოტელს პიცა დე რომა გიწევთ პიცა დე რომაში. ვითხარი, დაგვაგებინეთ. მაზანამ დღეს აუგუსტთან ყოფნის დროს მირჩია, რომ ორი წიგნი წამეკითხა ერთდროულად, ერთი რომელსაც ვკითხულობ და მეორე ის, რომელიც მან მირჩია. გიორგი, კითხულობ? მაგას. მე რაც მოგეცი. მე ჩემ წიგნს რა უყო? ანუ არ დაგიწყია ის? ამას რა უყო, გადავაგდო? ორი წიგნის ერთად წაკითხვა არ გამიგია. მე ორი წიგნი ერთად წაიკითხო, საწყ. თორა ანუ ეგ დასრული ხა ორი წიგნი ერთად. და მზად ხარ შენი წიგნი რომ წავიკითხო და მე შინაარსობრივად შევეჯახოთ ერთმანეთს? მაგას ველოდები მაგითო გითხარი რომ ეს წაიკითხე მე. აი. მე მევასება ორ ადამიანს ერთი წიგნი რო გაგიკითხულ და რო განეხილავენ. ლაშა, შენი სამი საყვარელი წიგნი. ყოველთვის მერჩი უნდა წიგნს კარგი ფილმი მენახა რა, არ ვიცი რატო. სამი წიგნი, ყველა შენი სამი საყვარელი წიგნი. წერალია წიგნი, აი. ფილმები ბევრად მირჩევნია. ვეკითხები სამი გამორჩეული წიგნი, მაგალითად ან წერლობიდან, წერალი თქვის სამი თემიდან თემაზე გადადის. წიგნი ვითხარი, გავიგე ფილმები გირჩევენ. მე ქართულ ლიტერატურას ვკითხულობ. ნუ თქვი სამი წიგნი შენ. ქართულ ლიტერატურას ვკითხულობ. წიგს სამს ეხლა ჩამოგიდან თუ გინდა გიო, მაგრამ პროსტა რას გეუბნები, იცი? ჩემი პირადი რაღაც აზრი თუ გაინტერესებს, ფილმებიდან უფრო სწავლობ რაღაცებს. კაი, შენი სამი საყვარელი ფილმი. კი, ბევრს ვთქვი. 12 განრისხებული მამაკაცი. საზროვნო და ბევრი აზრის მქონე წიგნის ფილმებიდან შემიძლია გითხრა, რომ შეშლითა კუნძული არის. და დევიდ გეილის ცხოვრება ჩემთვის კიდე სამში თუ გაინტერესებს. აქედან გამომდინარე ხვდები, რომ მაზანას სოფლიო ბიბლიოთეკა აქვს გადაკითხული. წიგნები წაკითხული მაქვს, ფილმებიც ნახე მაქვს, მაგრამ ფილმებს უფრო ბევრი რაღაც აქვს ჩემთვის ნანახი, რაღაც კუთხით, ვიდრე წიგნებს. მოკლედ ანი გიორგისთან ერთად მიდის პურის საბჭელად, რომანტიკული ვახშამი ექნებათ სავარაუდოდ. მინდა რომ ლამაზად მეცვალს, მინდა რომ კარგად გამოვიყურებოდე და ძალიან ბევრს ფიქრობ და ვარჩევ რა ჩავიცვა. მოდი ჩავიცვო განახი. მედი. ეს ჩავი ჩექმა რა. ერთი ეს ჩექმა მოგ, მეორე ის ჩექმა მოგ ჩავიდა. ჩაიცვი და ვეტყვი. ნუ, ამაზე ლიფ ჩავიცვო შიგნიდან. და კარგად დადგება რა უფრო. აი, ესე მაინც იდგება. არ მომწონს. მოკლე კაბარო ჩავიცვა, შავი. ჩაიცვი. გიორგი ძალიან სიმპათიური მამაკაცია და უყვარს ძალიან კულტურულად ჩაცმა. აი რო არ გაჭედოს და არ გააფრინოს იქ, ვიდრე ცოტა წესიერად მეწვას. მეც უნდა ისე ჩავიცვა სათანადოდ, რომ ანის შესაფერისი მამაკაცი ვიდგე კვერცხში. ანის და გიორგის დაბრუნების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ განაახლოთ თეონამ რეპეტიციები. და
აჰა. გვერდზე ისევ ნაბიჯი? ამ ხასად და შენ უნდა წამოდი. და წინ ვიყავთ. ხო. Prime House-ის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ გუშინ ძალიან მძიმე დღე ჰქონდა მე და ანის და გადაწყვიტა, რომ გაიკეთებინათ ჩვენი ძალიან მაგარი საჩუქარი და რესტორანში წავიყვანეთ მე და ანი. მე გამოვეცხე როგორც ნორმალურად გამოვეცხე. მე ვიცი რომ ანი მთელი დღის განმავლობაში ეს ცდილობს რომ გალამაზდეს და გამოიპრანჭოს და წამოდი ვნახოთ ეხლა რას აკეთებს ანი, როგორ არის გამოწყობილი და როგორი შემართებით არის ზოგადად. უნდა თუ არა ამ რესტორანში ანი მე მზად ვარ. გალამაზი ხარ. შენ რადგან გინდოდა რომ მე შავები ჩამეცვა, მე გადავწყვიტე რომ ესე ჩამეცვა. შენ ძალიან ბოტას არ ვიმჩნე, თეთრი იყოს. შენ ძალიან სიმპათიური. ანი არის მე ვთვლი დღეს ძალიან ლამაზი, ძალიან ქალური, რასაც ვითხოვ ყოველთვის რომ ანიდან იყოს ლამაზი, ქალური და მე მგონი ყველა მონაწილე მიიღო ამაში მონაწილე. ეს ახალი სუნამო შემოვიტანე. მადლობა. ო, ეს თუ და გავაბზინვარებ ხანის. აი აქ. თეონა, ესე იგი ბოლოს გალამაზების შტრიხებს აკეთებს მისთვის. ბაშე, ანი, ჩემ გამოიბრანჭები? ხო. აი, მე კიდე ანის გამო გამოვიბრანჭე. მამაზებია. თორე კი ხედავთ ახლა ერთი შემოხეული მაისური და შორტი დავდივარ ხოლმე მთელი დღის განმავლობაში. საცხარ რო წავიდე და გავერთო? მზად ვარ. თეონას უღმესი მადლობა ეს გალამაზების. ძალიან კარგი დროის გატარებას გისურვებ. ძალიან ლამაზად გამოვიყურები მინდა გითხრა. კი მივდივარ რესტორანში, მაგრამ ჩემთვის რაღაცა ძვირფასი ნივთები ამ ჩამთაში ჩავალაგე, არ ვიტყვი რეებია, უბრალოდ მაინც მეშინია რომ პროექტის მონაწილებმა რაღაცა მორიგი პრანკი არ გააკეთონ და არ დამიზიანონ ეს ძვირფასი ნივთები. 60 სტოვებს, 60 რაც უნდა გაუკეთონ, ისიც კი, მაგრამ ნუ აქ არის ის ნივთები, რომელიც არ მინდა რომ დაზიანდეს. აქედან გამომდინარე, ჩემთან ერთად მოდიან ისინი. აი ესე ვინტერჩა შეშინებული და ვინტადის უზარმაზარი ჩანთებით კარგად ჩანს. აი ესე უნდა გეშინოთ ეს გიორგი. ბავშვებო, ნახვამდის და მალე მოვალთ. ბავშვებო, კარგად. ანის და გიორგის ურთიერთობას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ რაღაც შეიძლება ეს მეგობრული ურთიერთობა ცოტა რაღაცა სხვანაირში გადაიზარდოს. მოდი პატარა. მადლობა დიდი. ანა, პირველ რიგში ძალიან მიხარია რომ დღეს ჩვენ ვართ ცალკე მონაწილეების გარეშე, იმიტომ რომ ვთვლი რომ უფრო მეტად უნდა დავახლოვდეთ ჩვენ და გვაქვს ამის საშუალება დღეს და მეორე მინდა რომ მოგილოცო პროექტში დარჩენ და მე ძალიან ბედნიერი ვარ შენ ჩემთან ერთად რო ხარ პროექტში. გაგიმარჯო და 100-ს მადლობა იმისათვის რომ მოგწა ეს საშუალება ესეთ კარგ გარემოში ვიყოთ ერთად და უფრო მეტად გავიცნოთ ერთმანეთს. აი გიომე, მაშინ აი ესეთ რაღაცას გეტყვი რა. ოღონდ გულიდან გეუბნები ამას. ჩემთვის საქართველოში ყველაზე სიმპათიური კაცი ხარ და ეს მე მომწონს და მე და ანის ურთიერთობა გადაიზრდება თუ არა რაღაცა სერიოზულ ურთიერთობაში, ამას ალბათ დრო უფრო გვიჩვენებს ვიდრე სიტყვები. თავარია ის სულიერი სამყარო იყოს ჩემთან ახლოს, რაც მე მინდა ქალისგან. მოდი ჩვენ პროექტში დარჩენას, გამარჯვებას და ჩვენ ერთად ყოფნას და მაგრად ყოფნას გაუმარჯვებთ. გიორგი რო მაგარი კაცია ეს ხო მე თავიდანვე აღნიშნე და გიორგი ძალიან კარგად მაგრძნობინა თავი თბილად. გიორგი კარგი ბიჭია. მომწონს. პირველად მაინც აქ ერთად და რაღაცა ისე უფრო მეტად დავახლოვდებით. აუ გიო ძალიან მაგარი. ავტანა არ მქონდა და აი შენ მაგალითად რო გაგიცანი და გიახლოვდი თვალებში რო გიყურავდი რაღაცნაირი თბილი თვალები რო ქონდა და რაღაც ჩემი აზრით ცოტა მოულვი რა მე მგონია რომ ბოლოს აქედან როგორ წყვილი გავა
ისტორია მე მგონი იბადება. პრაიმ ჰაუსში. გამემხილეთ თქვენი ფიქრები. აი ესეთი ფიქრი, რაც არც ერთმა მონაწილემ არ იცის. ვერც მითხარით ეგეთი. მიდიხთ ერთ ადამიანზე მიფიქრება. ჯერ. What? ერთ-ერთი. ზევით არის მე რას ფიქრობდი? ეგ არა. Oh my god, ცუდი ფიქრებია თუ კარგი? კარგი. ანუ იმაზე არა, ვინც ჩვენ გონია? არა. вообще სხვაზეა? მონაწილეზე? გონი აპარატურებს. კრაში? მეც ფოტოშოვის. ხო. მე არა. აუ შენ სალოვერ მაგაძლებ. ხო. დავაკვირდი რომ ერთი დღეც ისე არ გადის, რომ არ დავფიქრდე იმ ადამიანს. მეც ეგრევე. გამოლაპარაკებელი აღარ მყავს და თქვენ დაგილაპარაკებით. სტრიმზე ვართ ხო თუ არ ვართ? თუ არა. ვუბაზრობთ ყველა. სტრიმზე ვართ. მოგესალმებით ყველას. ესე უხასიათოთ, იმიტომ რომ დაღლილი ვარ, თორე ემოციებში შემიძლია ხოლმე ხანდახან. ყველაფერი მიდის საკაიფოთ და გეგმის მიხედვით. როგორც მე ვფიქრობ და როგორც მე მინდოდა, ესე ეტაპობრივად, მაგრამ მაინც მიდის. დღეს კითხეს ერთმანეთმა მონაწილეებმა თუ რატომ არიან პროექტში. მე არ მიპასუხია. მაგრამ თუ გაინტერესებთ, მე პროექტში იმიტომ ვარ, რომ მოვიგო. ანუ მოსაგებად ვარ მოსული. ანუ კანჯური და რაღაცა. უაზრო მეთოდებით არა. დაალაგებულად, მშვიდად, ჭკვიანურად, წყნარად, სტრატეგიულად, ეტაპობრივად. წავედი რა. გავისეირნებ ცოტას. რატომ გამოდიხარ? რატომ მემარები? რაღაც ძალიან იდელია სახლში ახლა. აი ახლა ჩემთვის. ხო? მეჩვენება. მეტად. ამ სეზონს ყველაზე მეტად რა უხდება თუ არა მარწყვის ტორტი. გოგოებს ვასწავლი ტრადიციულ 20 კვერცხიანი ტორტის გამოცხობას. ტკბილი ხალხი ვარ, სიტკბო გვინდა, ისე ხო ხდებით რა. ხალხს პრანკებს ვუკეთებთ, ერთმანეთის ტანსაცმელებს ვულებთ და აგერ ვახვედრებთ მარწყვის ტორტს, რომ პირი ჩაითქმარონ, როცა იქიდან მოვიდნენ. ესე რა მოატრიალებს სალომე იმას. არ უნდა გადმოვიდეს. პატრიკმა მოიფიქრა, რომ მარწყვის ტორტი გაგვიკეთებინა. ყველა ერთად ჩართულები ვართ და ძალიან მხიარულად და ძალიან ხალისიანად ვაკეთებთ ამ ყველაფერს. ძალიან კრემი ამოყავს თუ ბისკვიტი ამოყავს ზოგი მარცხს ჭრის და ასე შემდეგ. არა ბოს ზინავს. მე არაფერს არ ვაკეთებ. რა მე შემიძლია ლექსები წავუკითხო და გავამხიარულო. თუ გინდა რომ ცილა კარგად აითქვიფოს, უნდა გაუკეთო ერთი მწიყვი მარილი. ლიზი, ვანილი სად გვაქვს? გატეხეთ ყველა კვერცხის. შენც გინდა ხა ტორტი? ვერ ღირსები. კრემი გაცივდა, ეხლა კრემს გავაკეთებთ და მე უკვე დავიწყებთ აწყობას. ათვალიანი შეფასების სისტემით თხოვთ შეაფასოთ ჩვენი ტორტი წიკეტი. მეგობრებო, დავბრუნდით! ისეთი კარგი იყო, ესე იგი. კარგი სასმელი დაგვახედე, კარგი სუფრა დაგვახედე და ყველაფერი იყო ძალიან მაგარი, მაგრამ რაღაცა ესე მგონია, მე და გიოს ეს ყველაფერი მაინც რაღაცა დონეზე გვეცოტაო და ვაპირებ, რომ გიორგის სურპრიზი გავუკეთო და გავაგრძელოთ ჩვენი წვეულობა. ეხლა ავავსებ ჯაკუს და დავუძახებ გიოს. 900 წლისა ვარ, მართლა, რატო ჩემი პატარა ჯაკუში კუტუს გაჭუმპალავებაა. ანა, ტელეფონია ჩამოდი. მოგც ვინ მოგცა? თავმა მომიტანა. აი ესა რომეო და ჯულიეტა გადმოაგდე. ჯულიეტა! დამიძახე რომეო. რომეო. ჯულიეტა. სად ხარ? ამდენი ხარ? ჩამოდი ჩამოეთრია უსტა. მე შენს გამო შემიძლია. სიყვარულის მორევში. მე ვინ? აი ანი აბა სარიცხი დაგვიფრინე. აი ანი ავიდა სარიცხის დასაფენა.
ანი ესე მირეცხავს ისე მიფეს ხოლმე ესე სველს არის. ლა, წავედი, მიყვარხარ, გაკოცე. მუა. აბლობა ანი რას აპირებს გვითხრი რა. ანი ამ ეტაპზე ცეკვავს. ანი ამ ეტაპზე გულაობს. ცუდ არბეს არ ვაკეთებ, არავის არ ვჩხუბობ, არავის არ ვეჩხუბებ. აუ მატყუებ და რატომ მატყუებ ვერ ხვდები? წესიერად. აი გველი, აი ეს პატარა სისინა, აი შეხედე, ეს სალომე მოიკითხე და მოდი. შე სისინა, მოდი. გიორგის პაროდია. დიდი მადლობა ყველას. გიორგი, ქეთი, მადლობა ყველა. არშოგვები და ასე შემდეგ. როკიდან სალამი ყველას. გიო ბიჭებს გჭირდება ლიზათ ნომერი. სერიოზული კაცი ხარ. სერიოზული კაცების ხანდახან არასერიოზულად იქცევენ. ყველა უნდა დაასახელოს ეს აუტსაიდერა და გამიხარდება მეც თუ მაგის გორზე ვიქნები აუტსაიდერი და ვანახებ რომ მაგის ადგილი აქ არ არის. Damn, Papa, you ready? No compare. And this motherfucking scary. And the music is fun. And a homo. I am motherfucking cherry. I can take it to the Perry. ძალიან მაგარი გოგო ხარ, წარმატებები. მადლობა. Hey, მიდი სალომე. შემოვარდე რა, ცუცკი შემოვარდე. Can I say it just once? Only if you wish to suffer. Get over here. პროექტი რა უნდა ლაპარაკი? რა თქმა უნდა, ჩემია ეს პროექტი, რა უნდა მაგას ლაპარაკი? დღეს ჩემი სახელობის დღე არის. ტორტიც გამომიწყვეს. მოკლედ რა. რაც იყო რა. მაგაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. აი ბიჭობა თუ ტორტიო და ტორტი ვამჯობინე და აგერ მაცი უარსიდებს. შეიძლება ეს დავთ. მაგი მედით იყავით ჯერშენ? ნუ თქვენ. შეიძლება ანის მოწონა რა, არ ვიცი, ესე ვერ ვიტყვი, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მე ერთი დარწმუნებული რაშიც ვარ, რომ ვიცი, რომ ანი და მე ძალიან ახლო მეგობრული და ძალიან უფრო მეტი რაღაც ახლო ურთიერთობა გვაქვს. და მე ერთი რამ ვიცი, რომ ანის პირდები იმას, რომ მე ანის არასოდეს არც გულს არ ვატკენ და არც არასოდეს უყავატებ. გიორგის ხარი მოდი მეთქი ჩაკურსი გავაგრძელოთ. მეთქი ეს ჩვენი რაღაც დალევა და რაღაც საუბარი მეთქი და გიორგი წავედი მე უნდა დავიძინო. მეწყინა. ჯაკუზის ზომის გამო არის პრობლემა. 2 მეტრიანი კაცი ვარ და ჯაკუზი არის 1.20 და საჩავიდე. მე რო ჩავიდე, ანი ამოვარდება, იმიტომ რომ წყალი ამოვა და ანის ამოყვება ამ წყალს. ჩვენ ვარდების მანტრები გვექნება ეხა და ვისაც არ უნდა ჩვენთან ერთად აი ამ ყველაფრის შეგრძნება. ნუ იმან თვითონ იფიქროს. ყური ტყივა და თავი. ჰა? ყური ტყივა და თავი და ყელი. და ყელი. და გულიც ხავიხარ. გული ტყივა. გული რა მაგატკიანი. უშენობა მტკენს გულს და. ჰა? უშენობა მტკენს გულს. ფერი მეორე თქონდა დეჟავუ. შენ ჩემთან მიმართებაში რაღაც ბევრი დეჟავუ გვაქვს. წინა ცხოვრებაში ვიცნობდით ერთმანეთს? ალბათ. ჰა? ალბათ. We belong together. And I never would have guessed
After all this time, baby, I must confess that I want you for life. Gonna give you the best. So just don't go too far unless you know your heart. I'll be there for you when you feel blue. Hey, Dr. Adi. Adi. Just don't go too far unless you know your. ყური ჩაიდება ისე მართლა. ხო. ისა შეიძლება ყელშიც და ცხურშიც. ვერ მელევი? ჰა? ვერ მელევი? Feel blue. I'll always show you I care. So just don't go too far unless you know your heart. I'll be there for you when you feel blue. I'll always show you I care. Oh yeah.